ძნელი ალბათ მოიძებნო სხვა ქალაქი, რომელზეც იმდენი სიმღერაა შექმნილი, რამდენიც თბილისი. მას ყველა თავისებურად უნღერის, გამოხატავს სითბოს, სიყვარულს, პატივისცემას. ქალაქური მუსიკა თავისი მრავალფეროვნებით მართლაც რომ გამორჩეულია. თბილისის მუსიკალურ ფოლკლორს ქმნიდა და ამკვიდრებდა ქალაქური სინამდვილე, მისი მრავალეროვანი მოსახლეობა. გავიხსენოთ მე-19 საუკუნის თბილისი. დედაქალაქის ახალ უბნებში, ანუ როგორც იმ პერიოდში ეძახდნენ გარეთ უბანში, სადაც ევროპული სტილის არქიტექტურა და ცხოვრების წესი იმკვიდრებს ფეხს, გიტარა ერთ-ერთი საყვარელი მუსიკალური საკრავი ხდება. ძველი თბილისი კი კვლავ თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. აქაურობას ისევ დილისარი თუ კინტო შეძახილი აღვიძებს. საღამო ხანს კი მთელი დღის ნაჯაფი ხელოსნები თავის გულის ნადებს დუდუქს უზიარებს. ძველი თბილისის მოსახლეობა კვლავ ქალაქური პოეზიით, სასიმღერო ლექსებითა და მუხამბაზით ტკბება. დღესასწაული, თხინი თუ ჭირი არჩაევლის ქალაქური საკრავების, თარის, საზის, ჭიანურის, დიპლიპიდოს, ზურნისა თუ დაირის გარეშე. დილის სარზე რო გამოვდიოდნენ ჯოხით და ის ჭავან ზურნას ვიძახით ჩვენ, იმით უკრავდნენ ძველი ოსტატები. მე ზამიგვია ახალგაზრდობაში, ეხლა ზურნა აღარ არსებობს რა ჩვენ ჯანში. ძველ დროს ოჯახებში ჰქონდათ გარმონი, პატარა გარმონი იყო თუ აზიური გარმონი და დაირა. და დედაკაცები უკრავდნენ რა, ხანში შესულები და ახალგაზრდობიდან და უკრავდნენ და ქეიფობდნენ, ბანძეთ ცეკვა, რამე, აი ესეთი რაღაცები მახსოვსდნენ. სამწუხაროდ ამ საკრავების დიდი ნაწილის ნახვა ახლა მხოლოდ მუზეუმების ფონდებშია შესაძლებელი. დღეს თბილისში ვერც საზზე, ჭიანურზე თუ თარზე შემსრულებელს იპოვით. შემორჩა მხოლოდ დუდუკი, რომლის გულში ჩამწვდო მელოდიებს კვლავ ბევრი თაყვანისმცემელი ყავს. მაგრამ მნიშვნელოვნად შემცირდა მედუდუკეთად დასდა. იკარგება მათი ტრადიციებიც. აფსუსე რომ ეს ჩვენს ვერ დავვერდით ესე ჩვენთან ვერდება რა. ისტორიას მომღერლებიდან ჩერჩა გლახოა, შულავრელი გეურქა, დამყვრელები ყველაზე მაგრა ადრე იყო მაისურაძე. მე არ მინახნია, მაგრამ როგორც ახერხდნენ ძველები, მაისურაძე იყო. მე პეტა ჩაჩანიძე იყო. ახალგაზრდა გამოვარდა, დაიბადა ვიღაცა, ლეუშ ამირხანოვი იყო. მაგის ბადალი არ დაიბადება. 100 წელს შემდეგ შეიძლება ვიღაცა დაიბადოს, რომ ჩვენ შემდეგ რო აქონ ესეც იმასა გავს. ლეუშა იყო ცეცხლის ნაპერწკალი რა. ესეთი დასდა. 1-2 თუ ვარ ეგავა. სადახართ როგორ ახლა? აი ბინაზე ჩვენთან. ხო ნახეთ დანგრეული. სახკარი არა გვაქვს. გარეთა ვარ. თუ რაღაცა დახმარება
თქვენ ხელიდან იქნება ან სხვის ხელიდან ნახავენ გაიგებენ თუ რამე არა და ესე ჩვენს გარეთ დავრჩებით და დაიკარგებეს ყველაფერი. მე უამისური სიცოცხლე არა მაქვს ვენაცვალე ამას საერთოდ ყველა იარაღს თავისი სუნი, გემო და რასაკვირველია ხმა აქვს. ამის მიხედვით ფასდება კარგია თუ არა ესა თუ ის იარაღი და საერთოდ ფულად. ნუ ეხლა მოგასმინებთ ცოტა ოდენს ამ სიმფონიას უძახით ჩვენ ხუმრობით. მისი უწმიდესობის ლოცვა კურთხებით დიდი ხანია ჩვენ გვინდა და გავიკეთებინა სამჭედრო ლითონის რკინის და ბოლოს გამოჩნდა ახალგაზრდა ბიჭები კახაზარნაძეს მეთაურობით და დაიწყეს აი თქვენ ხედავთ იმ იარაღების ქართული იარაღების ჭედვა რომელთაც ჩვენი მამა პაპა იცავდა ჩვენ სამშობლოს. ამ პატარა სამჭედლოს საოცარი ენთუზიაზმი და ქართული საბრძოლო იარაღის სიყვარული ასაზრდოებს. საკმარისია რამდენიმე წუთი დაჰყოთ აქ და დარწმუნდებით, რომ სამჭედლოს ოსტატი ნაღდი ქართველი კაცია, რომლისთვისაც ეროვნული ტრადიციების პატივისცემა და უძველესი ქართული იარაღის ჭედვის აღორძინება ცხოვრების ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად ქცეულა. ახლა ჩვენ დაახლოებით 9 წლის წინ შევხვედრივათ ერთმანეთს, როდესაც საუბარი ჰქონდა ქართულ საბრძოლო ხელოვნებაზე. თქვენ ამ ფედერაციის დამაარსებელი ბრძანდებით და პროფესიით მხატვარი. დღეს მეორედ ხვდებით 9 წლის შემდეგ იგივე გადაცემაში და უკვე როგორც მჭედელს, ასე გესაუბრებით, როგორ გახდით მჭედელი? საქმე ეს გახლავთ, რომ საქართველოში საბრძოლო ხელოვნება ძალიან დიდი ტრადიციები აქვს და ყველაზე უფრო მეტი ინფორმაცია ამ მხრივ არსებობს ცივი იარაღის ხმარების კულტურასთან დაკავშირებით. ხოლო ცივი იარაღის სისტემას რაც შეეხება, თავად მოგეხსენებათ, თუ იარაღის შესაბამისი ხარისხის არ არის, ილეთს ვერ შეესრულება. ამიტომ თავისთავად გახდა აუცილებელი, რომ აღდგენილიყო ცივი იარაღის ჭედვის ტექნიკა და სკოლა და საერთოდ კულტურა საქართველოში. რასაც თავისთავად მოკიდეთ ხელი. ახლა თუ ვასრულებთ ილეთებს და ვეწევით ეთნოგრაფიული სახით ილეთების მოძიება სისტემების აღდგენას, თავისთავად აუცილებელი გახდა ცივი იარაღის ჭედვის ტექნიკის აღდგენას და ეს ერთმანეთსგან განსაკუთრება ამისი არ შეიძლება. ამიტომაც ნეტყობა მაინც ღვთისნება იყო და მოკიდეთ ხელი ხარ როგორც ბაბუაჩემი ამბობდა საქმესო აქეთ-იქით ტრიალი არ უნდა საქმესთან უნდა მიხვდა თვითონ გაჩვენებს როგორ უნდა გააკეთო და მეც მივბაძე ბაბუაჩემის სიტყვას და მოვედი მოკიდე ხელი ჭედვას და დავიწყე და გამოვიდა. ალბათ დადგებად რომ როდესაც ტრადიცია ამისით აღორძინდება. აი ნელ-ნელა ხო მივდივართ უბრუნდებით ეროვნულს ასე თუ ისე. ზოგრამაში ვშორდებით, მაგრამ მე ბოლოს მაინც უბრუნდებით. ერთი იმედი ცხოვრობს ადამიანი და ცოცხლობს. მაგრამ მე პრინციპში ყოველთვის ვთვლი რომ ჩემი ერი არასდროს არ დაცემულა და არც დაეცემა ისე დონეზე რომ საერთოდ ხელი აიღოს ქართულობაზე და საქართველოს კულტურის სიყვარულზე. მე დარწმუნებული ვარ რომ დადგება ისეთი დრო, როდესაც არა მარტო მე, ჩემზე უფრო კარგი ოსტატებიც 10 თავით კარგზე კარგი არ დაელებო ქართული ანდაზა და ისინი იშრომებენ და გააკეთებენ ისეთ კულტურულ და ხელოვნების ნიმუშებს, რომლებიც მე სახელს გაუთქვა საქართველოს სოფლიოში. საერთოდ ქართული იარაღი გაცილებით უფრო კარგია ვიდრე მე ვახერხებ ჯერჯერობით, მაგრამ აი რაც შემიძლია
საერთოდ მიმაჩნია, რომ ნებისმიერი კულტურული მემკვიდრეობა, რაც კი ნებისმიერ სფეროში საქართველოში ჩვენ ქართველებს გაგვაჩნია, მოსავლელია და აღსადგენია. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ შენ ისტორია არ იცი, მომავალს ვერ შექმნი. და მე მგონი, რომ ამ აზრის არის ყველა ქართველი. მე დარწმუნებული ვარ უბრალოდ მაგაში. უბრალოდ, თითოეულ მათგანს ალბათ რაღაც ხელე შეწყობა თუ არა გამხნევება უნდა და ჩვენ შევიკრიფებით ალბათ ერთმანეთს გავამხნევებდა. ერთმანეთის გულის გაშლით მე იავარდი აყვავებულა უნდა თქვამი. გამხნევება უпростоრად თანადგომა მათ ნამდვილად სჭირდებათ. სამწუხაროდ ამ ეროვნული საქმით ჩვენთან საპატრიარქოს გარდა არავინ დაინტერესებულა. კახაზარნაძის ოსტატობის ხელოვნების ღირსეული შემფასებლები კი ჯერჯერობით კვლავ უცხოელები არიან. ისინი, ვისაც კარგად ესმის მაღალი ხელოვნებისა და ტრადიციების ფასი. ჩვენ დღეს მოგიყვანა თქვენთან ინფორმაციამ დანიის პრინცის მიერ დიპლომის გადმოცემის თაობაზე. ეს ეთყობა მაინც მადლიერების ჟესტი იყო პრინცის მხრიდან, იმიტომ რომ მან თქვა რომ გამეკეთებინა ცივი იარაღი, ლაპარაკი არის ქართულ ხანჯალზე, მისი საგვარეულო გერბით, რაც მე შევასრულე. საფრანგეთის საელჩოში ამას წინათ შეკრებილი ფრანგული ენისა და კულტურის მოყვარული საზოგადოება ორი თბილისელი ქალბატონის დაჯილდოების მომსწრე გახდა. საფრანგეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ქალბატონმა მირეი მუსომ ფრანგული ენის დაცვისა და პოპულარიზაციისათვის, თარგმნელობით და პედაგოგიურ საქმიანობაში მიღწეული დიდი წარმატებებისათვის საფრანგეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო, აკადემიური პალმების ორდენები გადასცა ზია ბაქრაძეს და იზა ჯინჯიხაძეს. დავაჯილდოეთ ორი მშვენიერი ქალბატონი, რომლებიც ფრანგულ კულტურას პოპულარიზაციას უწევენ საქართველოში. მოხარული ვართ, რომ მათ შეძლეს დამსახურება ისეთი ორდენისა, რომელიც შედის 4 უმნიშვნელოვანეს ჯილდოთა შორის. საერთოდ ეს არის ჩემი პირველი ჯილდო. ვსარგებლობთ იმით, რაც აქვს კარგი საფრანგეთის განათლების სისტემას და გადმოგვაქვს ჩვენს ნიადაგზე, მაგრამ ნიადაგი მაინც ქართულია, ყოველთვის ქართული იქნება. და ასე რომ ჩვენ უპირველეს ყოვლისა საქართველოს და რა თქმა უნდა თბილისს ვემსახურებთ. ჩემი საერთოდ ძირითადად ეს ჯილდო თარგმანებში და მასწავლებლობაში კი არ ქონდა, აი ფრანგული ენის დაცვაში და გავრცელებაში. ალბათ ეს არის ფრანგებისთვის მთავარი. ქართულ სიმღერაზე საოცრად შეყვარებული და თავადვე მშვენიერი შემსრულებელი, ქართული ხმების სოლისტი, კოლორიტული თბილისელი ახალგაზრდა დათო გუგიაშვილი ერთი წლის წინ მოულოდნელად გარდაიცვალა. წავიდა დათო და ახლობლებს, მეგობრებს გულში დაუტოვა შეუცვლელი ადგილი. თბილისში კი იმ კაცის სახელი, რომლის მეგობრობა, იუმორი, სიმღერა დააკლდა ქალაქს. ჩვენი თემა დღევანდელი სასაუბრო იყოს დათო და თბილისი, თბილისელები. ის რაც თბილისს ახასიათებს, ურთიერთობები, მეგობრული ურთიერთობები, ტრადიციები, მისი დამოკიდებულება ამ ქალაქთან, მეგობრებთან. დათო აუცილებლად თბილისში უნდა დაბადებულიყო და თბილისში გაზრდილიყო და საბედნიეროდ ეს მოხდა და რა ვიცი, აქ იყო, თბილისში იყო, სხვა ქალაქში იყო, თუ საზღვარგარეთ ხშირად უწევდა ხოლმე გასტროლებზე წასვლა, ყოველთვის თავისი ქალაქის მეხოტბე იყო და ყოველთვის თავის ქალაქის ისეთი მოყვარული კაცი იყო, რომ ალბათ ყველას თავის ქალაქის სიკეთეს აგზნობინებდა და ეს საოცარი მისია ჰქონდა და კარგადაც ასრულებდა. დათო იყო უაღრესად განათლებული ადამიანი, მე ამის თქმა მინდა. ეხლა ბევრი იცნობდა დათოს და შეიძლება ამ კუთხიდან ბევრი არ იცნობდა. საოცრად განათლებული ადამიანი იყო და მე და დათოს ჰქონდა, ეხლა ბიჭებმა კარგად იციან, პარასკევობას ვეძახოდით ხოლმე ყოველ დღე, ყოველ კვირას პარასკევ დღეს ხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს ჩემთან და იქ იყო დათო, გია და იყო ლექსი, იქ იყო ქართული სიტყვა, იქ იყო საოცარი ატმოსფერო. მე პირადად მინახავს ეს კაცი როგორ უწევდა ქართული სიმღერას პოპულარიზაციას. ჩვენ კორსიკაზე ვიყავით ერთად და როგორ შეაყვარა იმ საოცარ ბიჭებს ქართული სიმღერა
და როგორ ასწავლიდა ცხონებულ გოგი დოლიძესთან ერთად და იმ ბიჭებთან ერთად და როგორი სიყვარულით იღებდა სტუმრად აი ამ საოცარ ხალხს და არა მარტო მათ, ძალიან ბევრს. ყველა ის ადამიანი, რომელიც მაგასთან მეგობრობდა, თვლის აბსოლუტურად სამართლიანად, რომ მაგისი უახლოესი მეგობარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვართ. აი ეს თვისება მეგონი ერთ-ერთი მთავარია. არ არსებობს ადამიანი, რომ არ თვლიდეს, რომ თავგასა იმისი ყველაზე უფრო მაგარი ძმაკაცი იყო რა. ეს მაგას უდიდესი ნიჭი ჰქონდა მაგის. მე მგონია, რომ ყველაზე უფრო მე უყვარდი მაგალითად. ასევე გონია გიოს, ასევე გონია დათოს, მერაბს, ირაკლეს, იკას. ჩვენ არავის სიმღერას არ დაუკავშირებთ. ყველას გონია, რომ სიმღერა ჩვენ მეგობრები ვართ ბავშვობიდან. უბრალოდ ესე მოხდა, ალბათ ღმერთთვინება, რომ ყველას სმენა გვაქვს და სიმღერა ვიცით და ამიტომ ახლა ეს სიმღერაც რაღაც ჩვენთვის იცით კი ვიმღერებთ, მაგრამ აი სულ იმის ხმა გვაქვს და ამიტომ კი არ გაუფასურდა, აი გვაკლია რა რაღაცა. მართლა ვეღარ მღერებთ ისე, როგორც ვღეროდი. ყველა მღეროდა რა მაგათთან ოჯახში, დედამისი, მამამისი, ბაბუა, ბებია და თიკო და ნუ გადასარევად ვღეროდნენ და თან ეხა ისეთი ოჯახი იყო, იცი აი ყველა ოჯახი კი ესეა ჩვენი, მაგრამ მაგათთან აი დილას მიხვიდოდი 6 საათზე ისე დახვდებოდნენ, როგორც აი თქვა დღის 3 საათზე. დათოს ხმა, დათოს ბანი, აი ეს საოცარი გული და სული და სუნთქვა გვიდგას აი ყურთან რა, აი ამას გრძნობთ ყოველ წამს. დათოს გარეშე ერთი წამი არ არის ჩვენი ცხოვრება, ჩემი თავგასას გარეშე რა. რაც შეეხება მის იუმორს და მის თქვა ესეთ განწყობას, ერთხელ ფორმალზე წავედით ერთად ჩემ მეგობრებთან და ერთი ბიჭი იყო, რომელიც ჩემი მეგობარი, რომელიც იძახდა, რომ ნუ ძალიან კარგად ვღერება ბანს და თავგასა მტკივნაურად განიცდიდა ნებისმიერ ნიუანსს, იმიტომ რომ საოცრად ბევრი ესმოდა და ამიტომ სულ ცდილობდა, რომ ყველას კარგად ემოქმედა. აბსოლუტური სმენა ქონდა. საოცარი სმენა ქონდა და ეს ბიჭი რატომღაც დაუჯდა გვერდზე და ვღეროდა ბანს თავგასასთან ერთად. ეტყობა ძალიან შეაწუხა და ერთი მომენტი მოუტრიალდა და უთხრა, რომ შენ ძალიან კაი ბიჭი ხარ. მაგრამ ერთ რამეს გთხოვო რა. შენო აწე გულშიც აღარ იმღერო, გული არ გაიფუჭო. მე გიომ და დათომ მომართალმა გადავწყვეტეთ, რომ სადაც ნუ ხო შეიძლება დილას როცა ყველა სამსახურში მიდის, ეს უნდა წახვიდე. წავედით რაღაც ჩიხეთმის საჭმელად და ნუ დავჯექით რაღაც იმანეს მოითხოვა, ამანეს ნუ დათო რა თქმა უნდა ყოველთვის განსაკუთრებულს ვითხოვდა, რაღაც ბოზბაში მოითხოვა. და უცბად ყველას გაგვახსენდა თავგასა. და იმ წუთში დაურეკეთ და ნუ რაღაც თვითონაც გაეხარდა, ვაი რა კარგია მეც ესე და გამოვარდა. და შემოვიდა და ხალი ხო ემსახურება ახლა ყველგან ეს. მოვიდა ეს ხალი და თავგასაზე ეკითხება, რომ თქვენო წვნიანს რას მივიდეთ? ნუ თავგასამ შეხედა შამპანიურს. შეიძლება დილას 9 საათზე. ის რაც მოგვივიდა და ასე თქვა შევხვდა ის თავისთავად, მაგრამ მე ჩვენი დიდია ეს განცდა კიდევ ერთხელ მოხდა მას შემდეგ, რაც ჩემი გიოს მეუღლემ მაიკო ჯორჯაძემ დაწერა სიმღერა, დაწერა ტექსტი და მიეძღვნა დათოს გარდაცვალებას. ეს იყო ჩვენთვის აი რაღაც მეორეჯერ თავზე დამცემი რაღაცა, იმიტომ ძალიან გამოჩადა ჩვენს ქართულმა ხმებმაც განიცადა და ეს სიმღერა ჩაიწერა, ერთად ჩავწერეთ.